საღამოშვიდობის ძვირფასო ტელემაყურებლებო, დღეს პარასკევია 20 საათი, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთსულუნების ეთერშია გადაცემა თაობა ზეთი. საქართველოში მათხოვრობის პრობლემა მწვავედ დგას. ეკონომიკური არამდგრადობა აიძულებს ადამიანს შემწეობა სხვა ადამიანებს თხოვოს. თუმცა ყველასთვის ეს იოლი როდია. ზოგისთვის თუ მათხოვრობა პროფესია, ზოგისთვის დიდი ტვირთია და ქუჩაში გამოსული სახესაც კი იბურავს, რომ ნაცნობებმა არ დაინახოს. ზოგსაც სიტყვა დამეხმარეთ თქმაც უჭირს და მთელი დღე ასე ხმამოუღებლად დგას მოწყალების მოლოდინში. ქუჩის ცხოვრება, თემა, რომელიც დღეს უკვე ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. ჩვენი ყოველდღიური ყოფითი ცხოვრებისაგან აბსოლუტურად გამიჯნული სამყარო, რომელიც მათ დანაშაულისა და არაჯანსაღი ცხოვრების წესისაკენ უბიძგებს. სამყარო, სადაც უცხოა სიყვარული, სიკეთე, პატივისცემა, რწმენა, სადაც ყველაფერი თვითგადარჩენასა და ცხოველურ ინსტინქტებზეა დამოკიდებული. სამყარო, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად ვეხებით, მაგრამ რატომღაც გვერდს ვუვლით დანაშაულის შეგრძნების გარეშე. დამეხმარებები, ეს თბილი და ემოციური სიტყვები თბილისის ქუჩებში გამვლელებს გულგრილს ვერ დატოვებს. 85 წლის თინაბებო რამდენიმე დღეა რაც ქუჩაში მოწყალების სათხოვნელად გამოვიდა. წლების წინ კი პედაგოგად მუშაობდა. თინაბებოს მსგავსად მრავალი ადამიანია ქუჩაში მოწყალების სათხოვნელად გამოსული. მათ შორის არიან ბავშვებიც. ისინი თითქმის ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვხვდებიან. მათი სიმრავლე ნამდვილად აწუხებს ჩვენს საზოგადოებას. ზოგს იმის გამო, რომ ფეხებში ევლანდებიან და დისკომფორტს უქმნის ასეთი ადამიანის შეხედვა. ზოგს კი უბრალოდ გაჭირვებული ადამიანების ბედი მართლაც აღელვებს. ფაქტია, ეს პრობლემა მწვავედ დგას ჩვენს ქვეყანაში. ქალაქის ცენტრალურ ნაწილში უმთავრესად რუსთაველის გამზირზე გამლელები გვერდს ვეღარ უქცევენ მოწყალების მთხოვნელებს. მათი უმრავლესობა 10 წლამდე ასაკის მოზარდია. ბევრია საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული მოხუციც. თბილისში მოწყალების მთხოვნელების მომრავლებას ხალხი მტკივნეულად აღიქვამს. ბევრს მიაჩნია, რომ ეს სოციალური ფონის გაუარესებაზე მიანიშნებს. საქართველოში ქუჩაში მომუშავე და მცხოვრები ბავშვების ზუსტ სტატისტიკა არ არსებობს. ბოლო კვლევის მიხედვით მთელ საქართველოში ასეთი 1500 ბავშვი დათვალეს, თუმცა მას შემდეგ მსგავსი კვლევა არ ჩატარებულა. მიუხედავად ამისა, ქუჩაში მომუშავე და მცხოვრები ბავშვებით დაინტერესებული სპეციალისტები ამბობენ, რომ ციფრები ყოველწლიურად იცვლება. მსოფლიო ბანკის 2009 წლის სიღარიბის კვლევის თანახმად საქართველოს მოსახლეობის 23.7% სიღარიბის ზღვარს მიღმა, ხოლო 9.3% უკიდურესი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს. ბავშვებში სიღარიბის მაჩვენებელი უფრო მაღალია, ვიდრე ქვეყნის საერთო მაჩვენებელი, ანუ 280,000 ბავშვი ღარიბია. განსაკუთრებით დაუცველნი არიან ოჯახები, რომელთაც 4 ან მეტი ბავშვი ყავთ და ისინი უფრო მეტად განიცდიან სიღარიბეს. ბოლო წლებში თბილისში 1500-მდე ქუჩაში მაცხოვრებელი ბავშვი ფიქსირდება, თუმცა კვლევების მიხედვით მათი რიცხვი გაცილებით დიდია. რა არის ბავშვების ქუჩაში ცხოვრების მიზეზი და რამდენად მნიშვნელოვანია საზოგადოების დამოკიდებულება? სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით მოვიწვიეთ ჩვენი გადაცემის მომდევნო სტუმარი, ეს გახლავთ საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია World Vision-ის წარმომადგენელი შოთა ზურაბიშვილი. ბატონო შოთა, იყო დრო, როდესაც ქუჩაში იშვიათად შეხვდებოდით სამათხოვროდ გამოსულ ბავშვებს. რატომ შეიცვალა ეს სტატისტიკა და ჩვენ დასაწყისში აღვნიშნეთ, რომ დაახლოებით 1500-მდე ბავშვი ფიქსირდება ქუჩაში? მოგახსენებთ, ქუჩაში მცხოვრები ბავშვების პრობლემა პირდაპირ არის მიბმული ქვეყნის სოციალურ მდგომარეობასთან, რაც უფრო უარესია ქვეყნის სოციალურ მდგომარეობა, მით უფრო მეტია ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების რიცხვი. გარდა ამისა, ეს არის ესეც სამწუხარო ცუდი სენი, რომელიც არის გადამდები ერთი ბავშვიდან მეორეზე, თქვათ, როდესაც ბავშვი ძალიან მარტივად ახერხებს ფულის შოვნას, ეს შეიძლება იყოს წამახალისებელი მისი ოჯახის წევრისთვის, მეგობრისთვის, სხვა სოციალურად გაჭირვებული ბავშვისთვის, რაც უბიძგებს მას რომ გავიდეს ქუჩაში და გაიშვიროს ხელი. აღნიშნეთ, რომ ქვეყნის სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე იცვლება ეს სტატისტიკა, ხო? თუმცა ძირითადად ქუჩაში არა ქართველი მაცხოვრები, არამედ სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული მაცხოვრები ხდება. ამ შემთხვევაში რა შეასაქმე? მოგახსენებთ, დიდი მადლობა ამ კითხვისთვის, ძალიან სწორი კითხვა, რომელიც ამ პრობლემის არსში გაგვარკვევს. ჩვენ უკვე 2 წელზე მეტია, რაც დავკავდით ამ პრობლემით
და უკვე გვაქვს საკმარისი მონაცემები ბავშვების რაოდენობა, იმდენი რომ შევაჯამოთ და გავაკეთოთ ანალიზი თუ როგორ ნაწილდება პროცენტულად ჩვენი ბავშვები რა პროცენტი ეკუთვნის რა ეთნიკურ ჯგუფს. მოგახსენებთ რომ დაახლოებით ნახევარი ამ ბავშვების არის ქართველი. დაახლოებით 20% ამ ბავშვების არის ბოშა, 20% არის აზერბაიჯანიდან, ძირითადად ქურთები და 10% ინაწილებენ, ვთქვათ, სომხები, რუსები, ირანიდან ქონდა რამოდენიმე შემთხვევა და ასე შემდეგ. ანუ ქართველები მაინც მოწინავე ადგილზე ვართ სამწუხაროდ, რა თქმა უნდა. კი ბატონო შოთა, როგორც ვიცით, ძირითადად ქუჩაში მაცხოვრებელ ადამიანს არ აქვს დაბადების მოწმობა და სხვა საბუთები, ხო? საინტერესოა, როგორ ხდება საზღვარზე უცხოეთიდან შემოსული ადამიანების მაცხოვრების შემოდინება. მოგახსენებთ, ანუ შემოდინების პრობლემა ჩვენ ძირითადად გვაქვს აზერბაიჯანელ ქურთებთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, აზერბაიჯანში აიკრძალა მათხოვრობა, ის პოლიციის მიერ იდევნებიან ეს ადამიანები. რომელ წლებში მოხდა ეს თუ გაგვთქვით? 2 წლის წინ უკვე საბოლოოდ აკრძალეს, მანამდე იყო ეს ეტაპობრივად განხორციელდა. და ამის მერე ჩვენ მივიღეთ ეს დიდი ნაკადი აზერბაიჯანელი ქურთებისა, რომლებიც აზერბაიჯანული დოკუმენტებით კვეთენ საზღვარს, ჩვეულებრივ მათ აქვთ ამის უფლება და შესაბამისად ისინი არიან აზერბაიჯანის მოქალაქეები, უმეტესობა მათგანი არის რამოდენიმე ოჯახი, რომელიც აქ არის დაბადებული და აქაური მოქალაქეობა ამ ბინადრობა აქვს, თუმცა ეს ძალიან მცირე რაოდენობა, უმეტესობა მათგანს აქვს აზერბაიჯანული დოკუმენტები. როგორც ვიცი, ყოფილა შემთხვევები, როდესაც დისკრიმინაციას ჰქონდა ადგილი ეთნიკური უმცირესობის გამო სასწავლებელშიც და კლინიკებშიც. აი ამ შემთხვევების შესახებ რომ გვესაუბროთ, ზოგადად რა დამოკიდებულება აქვთ უცხოელ, მე არ ვასახელებ კონკრეტულად, მაინც არ ვიძახი ეს აზერბაიჯანელი იქნება თუ იქნება, ზოგადად უცხოელ მაცხოვრებთან მიმართებაში როგორი დამოკიდებულება აქვთ? ვითარება აქაც საკმაოდ რთულია, უფრო მეტიც გეტყვით რომ არა მხოლოდ უცხო ეროვნების წარმომადგენლებთან, ქართველ ბავშვებთანაც იგივე დამოკიდებულებას ხვდებით, ანუ ყველა ის ბავშვი, რომელიც არის ქუჩაში და აქვს ქუჩაში ცხოვრების გარკვეული გამოცდილება, აღიქმება როგორც აბსოლუტურად სხვა ჯგუფის წევრად და მათ გაიგივებას ჩვენთან არ ვაკეთებთ ისიც, რომ ჩვენი საზოგადოების წევრები არიან და ყველაზე მეტად მათ ჭირდებათ გვერდში დგომა და მხარდაჭერა. აი ამის გაცნობიერება სამწუხაროდ გვიჭირს და აქ გვაქვს ეს პრობლემა. დისკრიმინაციის პრობლემა თვითონ საზოგადოებიდან მოდის. ვთქვათ, აი მეტროშიც მე ხშირად მიწევს მგზავრობა და ჩემ ბავშვებსაც ხშირად ხვდები და ნუ აი გაიგონებთ ხო კომენტარებს რომ მოგცილდნენ ესენი წავიდნენ თავს ქვეყანას მიხედოს და შესაბამისად ეს დამოკიდებულება შემდეგ უკვე აირეკლება სხვადასხვა ინსტიტუციებში. დიახ ბატონო შოთა, თქვენი აზრით როგორი უნდა იყოს საზოგადოების დამოკიდებულება ესეთი ბავშვების მიმართ? ანუ მთავარი პრობლემა რაც ჩვენ საზოგადოებას რეალურად აქვს არის ის რომ ჩვენ არ გვაქვს ერთიანობის განცდა. ჩვენ არ განვიცდით ამ ბავშვების პრობლემას ისე როგორც ჩვენს პრობლემას და მიგვაჩნია ჩვენ შეგვიძლია ჩვენთვის ვიყოთ კარგად, ვიცხოვროთ წყნარად და რაღაც ხუდას გაუწვდით ან რაღაც ქურქს მოვახურებთ და ამით რაღაც თითქოს ჩვენ თანაც მართლები გამოვდივართ და თითქოს რაღაც კეთილ საქმესაც ვაკეთებთ. მაგრამ რეალურად ეს პრობლემა გაცვეთილია ჩვენთან, აი ჩვენ შეგვიძლია ძალიან წყნარად ჩაუვაროთ ბავშვს ქუჩაში, ისე რომ აღარც მივაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება, იმიტომ რომ თითქოს რაღაც თვალიც შეეჩვია, ხო? ამას. ძალიან დიდი მადლობა ბატონ შოთა მობრძანებისთვის. მე შევახსენებ ჩვენს ტელემაყურებელს, გადაცემის სტუმარი იყო საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია World Vision-ის წარმომადგენელი შოთა ზურაბიშვილი.
ნიაპატაშური დაინტერესდა იმ ადამიანების ცხოვრებით, რომლებიც ასაკის მიუხედავად გამოდიან ქუჩაში და მუშაობის სხვადასხვა ხერხს მიმართავენ. ჩვენს ყოველდღიურობაში მოწყალების მთხოვნელი ადამიანები სამწუხაროდ ხშირად ხვდებიან. ქუჩაში სიარულის დროს მათ წავაწყდებით შუქნიშნებზე, მაღაზიებთან, ეკლესიებთან. ჩვენი რეალობა ამ კუთხით ძალიან მძიმეა. რატომღაც აღარ გვიკვირს აღარც ბავშვების, არც ხანში შესული ადამიანებისგან მოწყალების თხოვნა. გაჭირვებამ და სხვადასხვა სოციალურმა პირობებმა ბევრი ადამიანი ქუჩაში გამოიყვანა დახმარების სათხოვნელად, თუმცა ბევრია ისეთი, ვინც ყველაფრის მიუხედავად სხვადასხვა გზას ეძებს იმისთვის, რომ საკუთარი და ოჯახის სოციალური მდგომარეობა გააუმჯობესოს. 7-8 წლიდან ვარ ყვავილებზე. შრომა როგორა პარნიკში მოდის და ეგ არის მეტი არაფერი. მოვლა ძალიან არ უნდა. დილით ადრე მოვდივარ ხოლმე. საღამოს 7 საათზე 8 საათზე მივდივარ. და 1001 მოდის, ეხლა არ იყიდება. როდესაც ასეთ ადამიანებს ვხედავთ, როცა ვინმე თხოვნით მოგმართავს რამე ნივთი ან პროდუქტი შევიძინოთ, რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, აღარ გვიკვირს და მაინც არ ვყიდულობთ 20 თეთრიან კალმებს. გვირჩევნია სუპერმარკეტში ნაყიდი ლიმონი და ყუთიდან ამოღებული ვარდები. ამიტომ გულგრილად ჩავუვლით ხოლმე გვერდით. 70 დამთავრებული მაგდეთ. 21 სექტემბერს. 21 სექტემბერს დავამთავრე 70 წელი. ძველები ისევ ჯანმრთელები ვართ, აბა. მე აჩკები არ მინდა ისევ კითხულობ გაზეთს. 5 წელიწადი მუშაობ. წვანი, ლებზედელი, კბილი, კვერცხი და ლიმონი და პატარა რაღაცები, რაც შემიძლია. ძალი მყავს ორნა ოპერაციები შვილო და ბავშვებს თავისთავად მოხმარება უნდა. შემოსავალი ახლა ბიჭი მუშაობს კი, მაგრამ ფიზიკურად. როცა არის სამუშაო, მაგრამ როცა არ არის, ხო, კიდე საჭიროა. აბა, თქვენ წარმოიდგინეთ, ადამიანს რო უჭირს და კაბიკი ფული არ აქვს და ოპერაცია ჭირდება, იმას ხომ დიდი თანხა უნდა. ძალიან დიდ თანხას მოითხოვს შვილი. მე 7 წელიწადია პენსია არ მიღია, მაგრამ შვილიშვილებს ხომ ვზის. აი, იმ შვილიშვილებისთვის წვალოთ კიდე. რა ვქნა? ომიანების დროს გაზრდილები ვართ შვილობ, ბევრი შიმშილი, ბევრი წყორვალობა, მაგრამ რა სიზამ? ლიმონი 4 ცალი ლა. კაი, 4 ცალი. მადლობა, მოიცაცელობას მოგწებებ. რთულია თვალი გაუსწორო რეალობას, რომელიც ყოველი ფეხის ნაბიჯზე გვხვდება. არ შეიძლება არ დააფასო ის ადამიანები, რომლებიც შრომობენ იმისთვის, რომ ჰქონდეთ პურის ფული. არ შეიძლება მათმა დანახვამ არ მოგცეს მაგალითი იმისა, რომ შრომით ყველაფერი მიიღწევა და მხოლოდ ბოროტებას და სიყალბეს არ უნდა ვხედავდეთ. გავაკეთოთ ჩვენი საქმე, ვაკეთოთ სიკეთე და ვიყოთ ჰუმანურები. დავბრუნდით ეთერში გადაცემის მომდევნო სტუმართან ერთად შემოგვიერთდა ანტიკორუფციული კავშირის თავმჯდომარე ბატონი გიორგი ბურჯანაძე. მოგესალმებით ბატონო გიორგი, პირველ რიგში დიდი მადლობა მობრძანებისთვის. გაიხარეთ, მოგესალმებით. ბატონო გიორგი, საზოგადოებიდან ძალიან ხშირად გაგვიგია, რომ ხდება ბავშვებით ვაჭრობა, შვილებს აძინებენ იმისთვის, რომ შემდეგ მთელი დღის მანძილზე იგი გამოიყენონ და შეძლონ უფრო მეტი რაოდენობის თანხის შეგროვება. თქვენ გიმუშავიათ ამ მიმართულებით და იქნებ გითხრათ ამის შესახებ. მოგახსენებთ, მიერესალმებით ძვირფას ტელემაყურებლებს, თქვენს ტელემაყურებლებს 2004 წლიდან აღნიშნულ კომისიას ხელმძღვანელობს ქალბატონი ლია პაპიაშვილი ჩვენს ორგანიზაციაში, რომელიც საკმაოდ დიდი შრომა გასწია სწორედ აი ამ საქმიანობასთან დაკავშირებით. მოკვლევები, მონიტორინგი, რომლებიც ჩვენმა ორგანიზაციამ ჩაატარა, ნამდვილად ცხადყოფს იმას, რომ ახლა ვერ ვიტყვი გაყიდვის ფაქტები ჩვენთან არ ყოფილა, ერთეული ქონდა, სხვათა შორის 2 ფაქტი ქონდა, დასავლეთში ეს სამეგრელოში იყო ესეთი ერთი და მეორე იმერეთში, სადაც ჩვილი ბავშვი გასხვისდა, გაიყიდა ესე ვთქვათ, მშობელმა თავის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ერთ-ერთმა მათგანმა ძროხა შეიძინა ბავშვის სანაცვლოდ და ნუ მეორემ თანხა აიღო. რაც შეეხება იმას, რომ ნამდვილად ბავშვები დღეს მათხოვრობის ფორმატში ძალიან ბევრი გვინახავს, გვიხილავს ეს ადამიანები,
და რეალურად ხდება შემდეგი, რომ ჩვილები, რომლებიც ბავშვები არიან თვითონაც არასრულწლოვნები, რომლებიც მათხოვრობენ. და ამ სწორედაც ამ ბავშვებს რო ხელში უკავიათ, ეს არის უმეტესწილად ქართველი მინდა გითხრათ ბავშვები, რომლებშიც დღის განმავლობაში მათ ქირის სახით 20-30 ლარი არიან შეპირებულები მშობლებს და უხდიან მათ მშობლებს. რთულია ის ვითარება, რამდენადაც ბავშვის უფლებები ამ შემთხვევაში არ არის დაცული. კონკრეტულად რისი თქვა მენა. ძალიან ხშირია, როდესაც მსგავს სიტუაციაში ბავშვები ცივდება, შემდეგ მიმართა მის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებს. ბავშვების აძინებენ, საძილე საშუალებებად გამოიყენება როგორც ყიფლიბანძზე დადებული, თქვათ, სპირტიანი საფენები, ასევე მინარევის სახით, თქვათ, საძილე საშუალებები. რაც მათ კიდე გიმეორებთ ურღვევს იმ ზრდის ესეთ გრაფიკს, რომელსაც პატარა ბავშვი ექვემდებარება, იმიტომ რომ ყოველდღიურად თქვა მისთვის აუცილებელია კვება გარკვეული პერიოდში, რაციონი საკვები რაც უნდა მიიღოს, ის მკერდის და ბუნებრივი კვები ღებულობს ამას ყველაფერს და როდესაც დილიდან საღამომდე მოწყვეტილია ეს პატარა ჩვილი, აი ამ მდგომარეობას კიდევ ვიმეორებ არა ისეთი ჯანმრთელობა შელახული ახალგაზრდა ბავშვი არასრულწლოვანი უბრუნდება ოჯახს და საზოგადოებას. ძალიან ბევრია სხვათა შორის ჩვენ დაახლოებით მე 2008 წლის მონაცემებს მოგახსენებთ და შემიძლია ახლანდელი ციფრებიც გითხრათ სამწუხაროდ მატულობს 47 ბავშვი იყო 2008 წელს აღრიცხული, როდესაც ეს ჩვილი ბავშვები ყავს ხედულობაში, ამ 47-დან დაახლოებით 22 აშკარად გასაუბრების შემთხვევაში იქვე მდგომი ადამიანი მიდიოდა და უხსნიდა, რომ ის ბავშვი იყო მისი და აქ არაფერი დარღვევა არ ხდებოდა. არსებობს აზრი, რომ თითქოს მათხოვრები, ანუ არსებობს რაღაც სქემა, რის მიხედვითაც მათხოვრები მთლიანი დღიდან შემოსულ თანხას ერთ კონკრეტულ პიროვნებას აძლევენ. აი თუ გქონიათ თქვენ მსგავსი შემთხვევა და თუ გემუშავიათ ამ კონკრეტულ საკითხს. მოგახსენებთ, ვარკეთილში არის ერთ-ერთი ქუჩა, არ მინდა ვთქვა, ვინაიდან ჩვენ მუშაობთ ახლა მაგაზე, ზუსტად 10 დღის უკან მქონდა შემთხვევა, როდესაც ერთ-ერთ სახლთან ეზოსთან იდგა რიგი და ერთ-ერთი მოქალაქე იქვე გამლელი მივიდა ამ რიგში ჩადგა იმ კითხვით, რომ რა ხდებოდა აქ. და ნუ რიგს რო გავყევი საუბარში პატარა ბავშვები იყვნენ სხვათა შორის არასრულწლოვნებიო და ნახე რომ ეს ციგნები და რაღაცები ნუ დამაინტერესაო ერთი მომენტი დავიჭირე რომ მე მგონი რაღაცას ყიდი ესენი რომ იაფად გამოაქვთ და რაღაც პროდუქციას ყიდიან იცით საათი თქვა ტანსაცმელი და ასე შემდეგ ხო საყოფა ცხოვრებო ნივთების ხშირ შემთხვევაში ინტერესი გამოიწვია ამ ადამიანის და ნუ გაყვა რიგს და მივიდა იქამდე რომ ჩვეულებრივად გეგმა თურმე დღიური გეგმა ბარდებოდა ამ მისამართზე შემდეგ შევიტყვეთ ჩვენ ეს ნამდვილად წავედით და მოკლევას ვაწევთ სხვათა შორის ჩვენი მისვლის მომენტში ეს აღარ დაფიქსირდა მაგრამ ის რომ მოსაკრებლები აქვთ ამ პატარა ბავშვებს და თუნდაც დიდ ადამიანებს ეს ყველა მიცის მოსაკრებლები სადღაც მერყეობს როგორც გავარკვიეთ სადღაც მინიმალურია 15 ლარი და მაქსიმუმ არის 50 ლარზე თუ სად განათავსებენ და გაამწესებენ ისინი ამ მათხოვარს ასე რომ ამას ნამდვილად ორგანიზებული ჯგუფი უდგას მე მინდა გითხრათ თავში რომელსაც სამწუხაროდ ვერავინ ვერაფერს ვერ უშვებით მხოლოდ და მხოლოდ იწევს ეს რიგითი ადამიანის გაღიზიანებას რომ რა უნდა წვიმაში თქვა აი ესეთ სუდამეთში ქარბუქში პატარა ბავშვს გამოსული რა მინდა მოუწოდო ყველას რომ თუ კი სამომავლო მსგავსი პრობლემები და მსგავსი სახის რაიმე საკითხები წააწყდებიან ისინი საზოგადოებაში მომართონ ცხელხაზზე 112-ზე შეუულებრივად შეუძლია ნებისმიერს დაუკავშირდნენ და მოხდება შემდგომი გადამისამართება თუ რა ფორმის დანაშაული იქნება და რა სახის პრობლემები იქნება იმის და მიხედვით ძალიან მნიშვნელოვანია არასამთავრობო ორგანიზაციების არსებობა რომლებიც მუშაობენ ამ მიმართულებით მაგრამ საინტერესოა როგორი შეიძლება იყოს სახელმწიფოს როლი და რამდენად დიდია მათი საქმიანობა ახლა კონკრეტულად 2015 წელს.
მე როგორც ვიცი, აღნიშნული მიმართულებით საბიუჯეტო სახსრები არის ძალიან მწირი მხედველობაში მაქვს ის დაზღვევები, რომლებიც მუშაობს. ანუ არასრულწლოვანი ბავშვის შესვლის სამედიცინო დაწესებულებაში ჯანდაცვის სამინისტროზე გავაკეთოთ, მოდით ახლა ჩვენ ფოკუსირება. ჯანდაცვის სამინისტროს აქვს გარკვეული სახის ფინანსური დანახარჯები და აქვს ამ მიმართულებით გადასროლილი გამოყოფილი თანხები, რომლებიც სხვათა შორის არც ისე მწირია, საკმაოდ სოლიდურია და მინდა გითხრათ, რომ ის სერიოზულ დანახარჯს გადის. უკეთესი იქნება თუ კი ჩვენ ამ თანხებს, აი ამ ბავშვებისათვის თქვათ, სოციალურად დაუცველი იქნება თუ იქნება ვთქვათ აი იმ ოჯახურ გარემოს მოკლებული, რომელიც ისე თუ ასე მაგალითი მინდა მოგიყვანოთ, 2 წლის უკან გავესაუბრეთ ერთ-ერთ პატარა ბავშვს, რომელმაც თქვა, რომ მე დღეს მოკრეფილი ფულით უნდა წავიდე და მამას და დედას უნდა შეუძინო ერთ-ერთი სასმელი ალკოგოლური აღარ ვიძახი რომელს და აქედან გამომდინარე ისინი მე აღარ მცემენ. ანუ ეს ზეწოლები და ესე ძალადობა ოჯახი საკმაოდ გამოვლენილი ფორმაა და უნდა ითავოს და აიღოს ხელისუფლებამ თავის თავზე. უკეთესი იქნება ესეთი დაწესებულებების შექმნა, სადაც ის კიდევ მეორე ადამიანებად, მოქალაქეებად ჩამოყალიბდებიან. დიახ, რა თქმა უნდა და საზოგადოების როლიც ძალიან მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში. ძალიან დიდი მადლობა ბატონ გიორგი მობრძანებისთვის. მე მაყურებელს შევახსენებ, ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო ანტიკორუფციული კავშირის თავმჯდომარე ბატონი გიორგი ბურჯანაძე. გრძელდება გადაცემა ძვირფასო ტელემაყურებლებო და წარმოგიდგენთ ჩვენს რუბრიკას ერთი დღე ჟურნალისტად. ამჟამად ჩვენი რუბრიკით დაინტერესდა ინოლა ბერაძე. ნახოთ მის მიერ მომზადებული სიუჟეტი. დღესდღეობით საქართველოში მოწყალების მთხოვნელთა პრობლემა მწვავედ დგას. ეკონომიკური არამდგრადობა აიძულებს ადამიანს სხვას მოწყალებას თხოვოს. ზოგი ამ საკითხს სიმარტივით უდგება და ხანდახან სითავხედეშიც გადასდის. ზოგს კი იმდენადერიდება ამის კეთება, რომ თავჩაღუნულნი და დამორცხულნი მდუმარედ დგანან. იმის გასაგებად თუ როგორი დამოკიდებულება აქვს საზოგადოებას ამ ადამიანების მიმართ და ექნებათ თუ არა მათი მხრიდან პრობლემები, ქუჩაში გამლელები გამოვკითხეთ. თანამ ქვეყანაში წარმოებები არ გაიხსნება. სოფლის მეურნეობა იმ დონეზე ჯარმია, როგორც იყო თავიდანვე და ქართველი კაცი როგორც შრომობდა, როგორც აკეთებდა. ყოველთვის გაყოლება მათ ხო. თუ არ დასაქმნა ადამიანი და შემოსავალი არ ექნა, საიდან იქნება? უჭერს იმას, არ მუშაობს, პენსია არ ყოფნის და მათ ხო. პატარა ბავშვები ძირითადად დადიან საეკლესიო, ზოგს კალენდარი აქვს, ზოგჯერ ხატებია, ზოგჯერ სამთლებით და აი ასე ითხოვენ უფრო მოწყალებას და მგონი ეს ქვეყნის პრობლემაა. მეტროში ხშირად უხეშად ისე იქცევიან, რომ აფრთხებენ მგზავრებს და სულ რო გავივლი და ერთს რომ მივცე, პირჯვარს ვიწერ, ღმერთო ხო იცი რომ მეტი არა მაქვს, ეხლა მეორეს მივცე. მაგრამ რაღაცა უნდა ქნა სახელმწიფო. დისკომფორტიც შვილო ის არის, რომ ჩვენ რაც არ გვეკადრება, იმას ვხედავთ. ერთს ქართველს მათხოვრების ასეთი რაოდენობა, სირცხვილი და ეს ყველაფერი სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარეა. ძალადობის რაღაც ფორმას ამჟღავნებენ. და საკმაოდ პრობლემატურია და ამას წინათ იყო ესეთი შემთხვევა, პატარა გოგონა დარბოდა ასაფეთქებლებით და მაღაზიის შესასვლელთან ესე ბევრს აწყობდა და ედროულად აფეთქებდა. ცუდია. და როგორ დამიგვარდა შენი ეს ძალიან ოცნებებში თუ წავალ, შეიძლება რაღაც დაწესებულება გაიხსნა, სადაც მოათავსებენ ასეთ უპატრონო ბავშვებს. მაგრამ ჯერჯერობით მგონი გადაუწყვეტია. პრობლემებს ანუ რომ მეკიდებიან ხოლმე და ესე ძალით რომ უნდა წაართვან ხურ და მაგ პრობლემებს შეწყდები მარტო მეტი არ მიშლის ხელს არ გადაჭრის გზებს უნდა აიკრძალოს ქუჩაში ეს აკიდება და ეს რამე წესი უნდა იყოს. ქვეყანაში უნდა მოწესრიგდეს უშუალოდ სოციალური პრობლემა და ალბათ ყველაფერი აღისნია დაგზია გამოწვეული. ქერხომ მთავრობა უნდა დაეხმაროს მათ. პირველი რაც არის რომ დაუმთავრეს ეკონომიური დონე უნდა ამაღლდეს, რაც სამუშაო ადგილების შექმნიდან უნდა იყოს გამომდინარე. პირველ რიგში სახელმწიფოს უნდა დაეხმაროს მათ. უნდა შეიქმნა სპეციალური თავშესაფრები. მეტი არა რაღაცა ძალადობით და რაღაცით რა. ეგრე უფრო უფრო გართულდება. დაბრუნდით ეთერში, ჩვენთან სტუმრად არის ინოლა ბერაძე, ამ სიუჟეტის ავტორი.
ინოლა მოგესალმები, მადლობა ჩვენთან მობრძანებისთვის და იმისთვის რომ დაინტერესდით ჩვენი რუბრიკით. მოგესალმებით და დიდი მადლობა რომ ასეთი შანსი მომეცით. ინოლა ერთგვარად რომ შევაჯამოთ სიუჟეტი რაც უკვე ნახა მაყურებელმა, აი მოკლედ რომ გითხრა რას ფიქრობს ხალხი? ძირითადად საზოგადოებას ერთი აზრი აქვს, თუ რატომ არის ამდენი გაჭირვებული ადამიანი ქუჩაში და რატო ითხოვს მოწყალებას და ეს აზრი არის ის, რომ ჩვენ არ გვაქვს ძლიერი ეკონომიკური სახელმწიფო და ეს ყველაფერი არის ამის ბრალი. ხალხის აზრით, როდესაც სახელმწიფო იქნება ეკონომიკურად მდგრადი, უფრო ნაკლებად იქნებიან მოწყალების თხოვნები. ინოლა, საინტერესოა მანამდე თუ გქონდა გამოცდილება, სანამ ჩვენთან მოხვიდოდი. ამ სფეროსთან შეხება თუ გქონდა? კი, მქონდა ზოგადი გამოცდილება, მაგრამ სიუჟეტი, როგორც მე ავტორი რო ყოფილიყავი ჩემი სიუჟეტის, ეს არ მქონია და დიდი მადლობა ამისთვის, რომ 4 წლიანი კურსის, თეორიული კურსის პრაქტიკულში გადმოტანის შანსი მომეცით. ძალიან კარგი, ჩვენ გვიხარია ყოველთვის ეს. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. მე მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენი რუბრიკის სტუმარი ერთი დღე ჟურნალისტად გახდათ ინოლა ბერაძე. ჩვენი გადაცემა მივახლოვდა ძვირფას ტელემაყურებლებო დასასრულს და ტრადიციულად გადაცემის ბოლოს წარმოგიდგენთ ვიქტორინას. დღევანდელი შეკითხვა ასეთი გახლავთ. საქართველოში ბოლოს როდის მოხდა ქუჩაში მაცხოვრებელი ადამიანების აღწერა? კიდევ ერთხელ გავიმეორებ ამ შეკითხვას. საქართველოში ბოლოს რომელ წელს მოხდა ქუჩაში მაცხოვრებელი ადამიანების აღწერა? თუ გაქვთ ამ შეკითხვაზე პასუხი, დააფიქსირეთ ჩვენი Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე, პოსტის კომენტარებში და გადმოგეცემათ რუსთაველის თეატრის მიერ დაწესებული 2 ბილეთი. დღევანდელი გადაცემა ამით დასრულებულია. გემშვიდობებით მომავალ პარასკევამდე. ზუსტად 20 საათზე შევხვდებით ერთმანეთს.